ხერთვისის სასმელი წყალი ლაბორატორიულ ჭხირებს არ შეიცავს. ეს განცხადება მეცხრე არხთან ასპინძის ადგილობრივ თვითმმართველობაში გააკეთეს. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ აქ ლაბორატორიული ანალიზისთვის სინჯი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა აიღეს. ანალიზის შედეგების მიხედვით წყალი სუფთა აღმოჩნდა და მისი სათავე ნაგებობები და ქლოროას არ საჭიროებს. ჩვენი მიმართვის საფუძველზე რეგიონული წყალმომარაგების სამსახურიდან ადგილობრივ ჩვენ რაიონული სამსახურიდან ერთობლივად ადგილზე შემოწმდა, აიღეს ანალიზები თვითონ საგუბარში, საიდანაც გამოვიდინება და საიდანაც ყველა შესაძლო ვარიანტი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა დაბინძურება და აღმოჩნდა, რომ წყალი არის მთლიანად სუფთა. საერთოდ არანაირი ეგრეთი ბაქტერიები შიგნით არ მოიძებნება. ეს ჩვენ ვიცით დღეს სიტყვიერად, იმიტომ რომ ვესწრებოდით ჩვენი წარმომადგენლები მათთან ერთად ანალიზის პასუხების მოგვაწოდეს და ოფიციალურად პასუხს უკვე წერილობით მოგვაწოდიან უახლოეს მომავალში. ხერთვისში აღნიშნულ სასმელ წყალს პირველი ლაბორატორიული ანალიზით 16 ოქტომბერს ჩაუტარდა. სოფელში აჰეპატიტის გავრცელების შემდეგ აქ წყლის სისუფთავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შემოწმდა. შპს ეტალონის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ წყალი საერთო კოლიფორმულ ბაქტერიებს შეიცავს, მისი სასმელად გამოყენება კი დაუშვებელია. იმას, რომ ამ ეტაპზე წყალი სასმელად ვარგისია, სურსათის ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებენ. მათი თქმით, ოქტომბრის შემდეგ აქ კვლევა არ განმეორებულა წყალზე ახალი ანალიზის გაკეთება კი მათი მხრიდან 5 დეკემბრისთვის იგეგმება. მისი ვარგისიანობა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩემი სპეციალისტის აღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები იქნება ჩემთვის სარწმუნო. და ეხლა გაშიეცით საქმე მაგ ჩვენს მიერ დაევალა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაეტარებინა, ანუ ჭაბუღი რეცხვა დეზინფექცია ყველაფერი გაკეთდა და ეხლა უკვე სინჯი უნდა ავიღოთ. აი მის შემდგომ შესაძლებლობა მექნება ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგების შეფასების შემდგომ უკვე შესაძლებლობა მექნება თქვა, რომ ეს წყალი შესაძლოა სასმელად პირდაპირ გამოყენება თუ საჭიროებს რაღაცან გადადუღებას ან შესაბამის ქმედებებს. მხოლოდ ჩემი სპეციალისტის მიერ აღებული სინჯის ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე. იმაზე, რომ ლაბორატორიული ანალიზის შედეგად წყალში ბაქტერიები აღმოჩნდა, ხერთვისის მოსახლეობა უკვე 2 თვეა საუბრობს. მათივე განმარტებით აჰეპატიტი სწორედ დაბინძურებული წყლის მოხმარებამ გამოიწვია. 1 თვის წინ აღნიშნულს ადასტურებდა სოფლის რწმუნებულიც. მაშინ ვაჟა ჩიკაიძე მეცხრე არხთან განმარტავდა, რომ ლაბორატორიული ანალიზის პასუხები მთელი სოფლისთვის საჯარო იყო, სადაც ნათლად ჩანდა, რომ წყალი ბაქტერიებს შეიცავდა. ისევე როგორც სხვები დაავადების გავრცელების მიზეზად სოფლის რწმუნებულის დაბინძურებულ წყალს ასახელებდა. ამ დროისთვის იგი სხვა განცხადებას აკეთებს. ამბობს, რომ სათავე ნაგებობები თავად დაქლორა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დაზუსტებით იცის, რომ წყალი ვარგისია. მე თვითონ ჩემი ხელით გავქლორე მთლიანი ტრასა და მეორეზე აიღეს სინჯები. და ეხლა ეს ჩვენ სიტყვიერად ვიცით და ველოდებით პასუხს უდრავთ. ვიცი დარწმუნებით, რომ სუფთა წყალი ცოტა იოდის ნაკლებობა არის და მეტი არაფერი. პირველი სინჯის აღების დროს კი იყო ჭხირები, მეორე აღების დროს არამისო. ეს არის კონტაქტური დაავადება. იყო რეგიონალური წყალკანალიდან ამოსული კაცი, მან აიღო და წაიღო და სადაც გაასინჯა, ეგ უკვე აღარ ვიცი მე და ველოდებით დღესაც ველოდები პასუხს. სუფთავესი წყალი. ოღონდ იოდის ცოტა ნაკლებობა აქვს და მეტი არაფერი. ეგ არაფერი ხაშეში არ არის. იყო გურამი იყო შეშაბერიძე. ასპინძის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ხერთვისის სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზისთვის სინჯი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა აიღეს. თუმცა აღნიშნულ სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრში უარყოფენ. გურამ შეშაბერიძე, რომელმაც ვაჟა ჩიკაიძის მტკიცებით სოფელ ხერთვისში წყლის სინჯი აიღო, ამბობს, რომ ლაბორატორიული შემოწმება მათ კომპეტენციაში არ შედის და ამ მიზნით ხერთვისში არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი განმარტავს, რომ სათაო ოფისთან შეთანხმების გარეშე საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს. დაბინძურებულია თუ არა ხერთვისის სასმელი წყალი, ეს ცნობილი მომავალ კვირას გახდება. მანამდე კი ასპინძის გამგეობა ორ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს.